უნგრეთის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცენტრალური ევროპის ორ სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტს ეწვია. ვიქტორ ორბანისადმი დონალდ ტრამპის მიერ ღია დაფიქსირებული პოლიტიკური მხარდაჭერის შემდეგ, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა მას ნამდვილად ძლიერი და გავლენიანი ლიდერი, ასევე ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებული უწოდა, ექსპერტების ნაწილი ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს სხვაგვარად უყურებს. მათი შეფასებით, ბუდაპეშტში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის შეხვედრა შესაძლოა აღქმული იქნას როგორც უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. President Trump is deeply committed to your success because your success is our success. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღრმად არის დაინტერესებული თქვენი წარმატებით, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ ცენტრალურ ევროპაში თქვენი მეშვეობით გვაქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში. ამიტომ თუ ფინანსურ სირთულეებს ან ეკონომიკური ზრდის გზაზე დაბრკოლებებს წააწყდებით, თუ თქვენი ქვეყნის სტაბილურობა საფრთხე შეექმნება, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებული იქნება დახმარების გზები იპოვოს. ახლა შევდივართ ჩვენი ქვეყნების ოქროს ხანაში, არა მხოლოდ ერებს შორის ურთიერთობების, არამედ პრეზიდენტ ტრამპთან თქვენი ურთიერთობის დამსახურებითაც. ვფიქრობ, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, როგორ არის განწყობილი პრეზიდენტი თქვენდამი, როგორ იყო განწყობილი თავისი პირველი ვადის განმავლობაში და როგორ განმტკიცდა ეს კავშირები მეორე ვადის პირობებში. იმ პიროვნულმა კავშირმა, რომელიც თქვენ დაამყარეთ პრეზიდენტთან, უდიდესი განსხვავება შეიტანა ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და იმედია ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონი და ბუდაპეშტი სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ევროპული სახელმწიფოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ. მხარეები ელიან, რომ ამ მიმართულებით კოოპერაციის დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დასახული სტრატეგიული მიზნების სისრულეში მოყვანასა და ბირთვული საშუალებების მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას. This week starts well. ეს კვირა კარგად დაიწყო. ჯერ მხოლოდ ორშაბათია და უკვე შედგა მეგობრული და ძალიან სერიოზული საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოდის. ეს ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპთან შევათანხმეთ გასული წლის ნოემბერში, შტატებში ჩვენი ვიზიტის დროს. განვიხილეთ და გადავაფასეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ამიტომ მეც ვეჩვევი ახალ გამოთქმებს. შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში ახალი ოქროს ხანა დადგა. რაც შემეხება მე, დავარწმუნე სახელმწიფო მდივანი ბატონი რუბიო, რომ მიუხედავად იმისა, რა კონფლიქტებს გამოიწვევს ეს, უნგრეთი კვლავაც მხარს დაუჭერს შტატების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში მშვიდობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე მეტი გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობის უზრუნველსაყოფად და უნდა გავიმეორო. თუმცა ყველამ იცის, რომ დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო შტატების პრეზიდენტი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ევროსკეპტიკურად და ნაციონალისტურად განწყობილი ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია ფიდესისთვის 12 აპრილის არჩევნები 2010 წლის შემდეგ იქნება პირველი სერიოზული გამოცდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება და კრემლთან მას თბილი ურთიერთობები არც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაუწყვეტია. ბუდაპეშტს რუსეთთან არც სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა შეუჩერებია და ის კვლავ დამოკიდებულია რუსულ ენერგოპროდუქტებზე, ევროკავშირისგან სანქციების შესახებ მუქარების მიუხედავად. მოსკოვთან გაძლიერებული კომუნიკაციის ფონზე ბუდაპეშტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთანაც ცდილობდა პირველივე დღიდან ერთ-ერთ მთავარ ევროპელ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო, რასაც ვაშინგტონის მხრიდან პასუხი მოჰყვა. დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ვიქტორ ორბანის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა. ის და სხვა ამერიკელი კონსერვატორები მიესალმნენ ხის და წინააღმდეგობრივ მიდგომას LGBTQ+ თემის მიმართ, რაც მათ შორის გამოიხატა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებების აკრძალვით. ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი და ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი გახდა, რომელიც დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ მშვიდობის საბჭოში გააწევრიანეს.